ცხოვრება ბატონ მუგზარ გიორგაძეს ყოფილი გამგეობელია. მას თავის კერძო საკუთრებაში გაშენებული ჰქონდა პავლონის ესე ვთქვათ ნარგავი დაახლოებით 220 ძირამდე. გუშინ ღამით დღეს დილით, როდესაც დათვალიერება მოხდა აი ამ ისი საკუთრების ტერიტორიის დაახლოებით 40% ამ ხეების არის გადაჭრილი. ეს არის ვანდალური ფაქტი. მე რატომ გადავწყვიტე რომ თქვენ ჩამეყენებიეთ საქმის კურსი და თითოეული დეპუტატი, იმიტომ რომ ეს ფაქტი არის მართლაც ზანდამილი და ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი. ამას დღეს შეფასებები შეიძლება мотиваციები ძალიან ბევრი არსებობს, იმიტომ რომ თვითონ ბატონი მუგზარის ცხოვრებიდან გამომდინარე ის ეროვნული უზრუნველყოფიდან დაწყებული დღესაც აქტიური წევრი არის და წარმოადგენს ქართულ ოცნებას და ძალიან აქტიურ პოზიციებზე არის. მაგრამ ასეთი ფაქტი სოფელში მე ახლა დეპუტატს ვესაუბრობდი თვითონაც ძალიან შეწუხებული არის. ჩვენ გარკვეული შეფასება უნდა მივცეთ. ეს უკვე ამასული იყო გადაღებული გვაქვს კალბატონ ნათიანს გადაღებული და დაახლოებით აი ესეთი. ესე იგი აი მაპატიეთ და აი ცუდად გავხდი რა ცუდად გავხდი იმიტომ რომ ამას თუ ჩვენ არ მივეცით შეფასება ხო გასაგებია მესმის შეიძლება ჩვენ ვიყოთ ოპონენტები ჩვენ ოზურგეთლები და ოზურგეთლები პოლიტიკურში ოპონენტები გაუხმა ეგრე გასაგებაში შუქის მეზობელს აი რაღაც პოლიტიკურში გადაგა არა პამიდორის გახო ბატონო აი მომისვე რას გეუბნები კანდიდატ მომისვინა პამიდორი გაუხმა ეს სხვა არის ეს არის ვანდალური აქტი ბატონო ორი დღის წინ მომისვენე ბატონო ყობა ორი დღის წინ გეუბნებით შეფასებები მე დღეს ვერ გავაკეთებ მე მინდა გთხოვოთ მე როგორც საკრებულოს დეპუტატმა მინდა მოვითხოვო ასევე რომ შესაბამისმა სამსახურებმა იქ პოლიცია სახლის კურსი არის ჩაყენებული ყველა ვინც დაინტერესებულია და ვალდებულებაა ჩვენი როგორც დეპუტატების მოვიკითხოთ ამ საქმეს მივსდიოთ ბოლომდე და ფარდად ჩამოვხადოთ აი ამ ვანდალურ ფაქტს მე უბრალოდ ერთის თქმა მინდა სანამ არ გამოძიება არ იქნება ჩვენ ვერავითარ შეფასებებს ვერ გავაკეთებ უბრალოდ ერთია რომ ეს ადამიანი არის აქტიური წევრი საზოგადოება ამას თავისთავად თავის და უნებურათაც გარკვეულ შეფასებებს გააკეთებს გარკვეული мотиваციები ყველგან არსებობს ამიტომ ჩვენი მკაცრი პოზიცია ჩვენი ზეწოლა იმ ორგანოებზე ვინც ეს უნდა გამოიწვიოს უნდა იყოს მაქსიმალური აი ეს თქმა მინდა ის ახლა აღარ იყოს ფართობში და რაღაც ის ახლა ნერგი იყო და რაღაცას გადაუჭრია და არა ის თქვა თქვენი ასულოს კონცეფტია ანუ 600 ძილი მოგლային ძილში ჯურო დავიგებთ პირველად ახლა ეს არის თემა რომ ჩინდრომას მეცეურთულობაზე არა მოგყარეს შეიძლება ჩუდია კომიტის დაგმენ დესაკითხი კარგია რომ საკრებულო არის სისტემა სადაც შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე დავაყენოთ ეს არის ოჯახური პრობლემა ეს არის არა თან არის ერთი რაღაცა თან არის ასეთი მომენტი წარმოიდგინეთ თავისუფლად შეეძლოთ ეს ბოლო 218 ძილი იყო იქ სადაც 40%-ია დანარჩენი დატოვებული არის რა ესეც კითხვებს ბადებს ხო ბუნებრივია ეს რა გააგრძელებ აქტიურობას და ბოლომდე აგიჩე ხარ ესეც შეიძლება ვიფიქროთ მაგრამ ეს არ არის შეფასებები ამიტომ ამბობ ეს არ არის შეფასებები ადამიანი არ არის არ ამგონია მერთმა დაგვიცვა რომ ჩვენ პოლიტიკური იმის რა ქვია გადავიდეთ იმაზე რა ქვია ასეთი მენდებები